ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი. ღმერთი უკურთხებს წიაღსა, უბეში მჯდომ გრძელ დღიანსა. მართ მორწმუნე დიდებულ ქალს, მისცემს სული წმინდის ფლობ ვაშს. ღმერთის სიყვარულის მქონი ნერსე ერისთავის ცოლი, წაიყვანს ამ ბავშვს მამიდა, აღზრდის ოჯახში თავისთან. ბავშვი არის მეტად სათნო, ფრთხილად ირჩევს სულის საზრდოს. ფლობს უამრავსა ენასა და იმახსოვრებს ყველასა. სოფლის ფილოსოფოსთ სიბრძნეს, ეკლესიურ საღვთო წიგნებს, ფსალმუნებს, რასაც კარგს ნახავს, ირგებს ჰაერივით სწავლას. ნასწავლ განათლებულ გრიგოლს, იესო ქრისტეს გზის მიმყოლს, ყველა ბრძენი კაცი აქებს და სთავაზობს მღვდლობის საქმეს. გრიგოლი მადლიერებით და მთელი თავის შეგნებით პასუხობს უფროსსა ხალხსა, თქვენ ჩემზე ვნობთ ქეფას ჭარბსა. შემოთავაზებულ პატივს დიდად პატივს აცემს, ნატივს ვერ ვიღებ, არ შემიძლია, პატივისა მეშინია. მღვდლობა ქრისტე ღმერთის გზაა და მისივე ხელდასხმა, გაგრძელება მისი ღვაწლის ერთადერთი მისივ მადლით. ბაგე მღვდლისა იცავს მართალს თავისი სიცოცხლის ფასად, მისი პირიდან ხალხი რჯულს უნდა სწავლობდეს ღმერთს ეს სურს. მღვდელი ყოვლის მყრობელი ღვთის ანგელოზია ქვეშა ცის, მას მიანდო აქა ღმერთმა კაცის სულის გადარჩენა. თავის მიმდევართ ცხოვრება, კაცობრიობის ცხონება, ყველას გაყვანა ღვთის გზაზე, დღედაღამ ლოცვა ამ ხალხზე. კაცის სულით შობა კვლავ აქ, სულის წრთობაში ასახვა, ხორციელი კაცის წრთობა, რაც ნიშნავს მის სულით შობას. გრიგოლი მღვდლის საქმეს ხედავს სიწმინდეთ და უარს ჰბედავს. ხალხი კი მაინც ითანხმებს, რითიც გულს მეტად იხარებს და უკვე მალე სთხოვენ მას ეპისკოპოსის წოდებას. წრფელი, მაგრამ ხორციელი, უფრთხა გული გონიერი. გზა მეუდაბნოებისა. მოცული დიდების შიშით ტაძარს სახლს ტოვებს და მიდის. უსმენს გულის ყურსა წმინდას. ბოლომდე სიწმინდეს მიჰყვა. სამხრეთ საქართველოს წავა თან დეიდაშვილი საბა, ეყოლება გვერდს მხლებელი, შემდგომ იშხნის მშენებელი. მისდევს ასევ ქრისტეფორე, გულით, სულით ძმისებრ სწორე. კვირიკეწმინდის ამგები, ტაძრის მზრუნველი და მღვდელი. მესამე ძმა თეოდორე, ძმა გრიგოლთან ერთობ მყოლე, ვინც არის ნეძვის მონასტრის მშენებელი და მოძღვარი. მიადგებიან ოპიზას ამბა გიორგის ყოფნისას. მამა 4 ძმას ღვთის ნიშნით სცნობს, თავისზე აღმატებულთ ყოფს. ბერის წესი. იქ დაჰყოფენ 2 წელსა, მისდევენ მოლოზნის წესსა, შესრულებას კურთხევისა, მძიმე მსუბუქ გუნებისას. ლოცვის წეს, მის შესრულებას, ძილის დროსაც ღვთისმეტყველებას, გააზრებას, ცუდ ჩვევისა, დათრგუნვას კაცის ვნებისა, აზრის ფილტვრას, კონტროლს მკაცრსა,
შეგნებულად თვალ ძირ დახრას, გააზრებულ მდუმარებას და ცოდვებზე მწუხარებას. ზოგჯერ არათქმას რომ თქმა სჯობს, შოთას სიტყვას ძმასთან ხმარობს, კარგ ქცევას, მარხვას და ლოცვას, მჯდომარე ძილსა ძირს სწოლას, სიყვარულს და სიმდაბლესა და დუმილით ხელსაქმესა, ურისხველობას, სიმშვიდეს, უპოვარობას, სიწმინდეს. გამოცხადება და შეხვედრა ბერ ხუედიოსთან. მამა გრიგოლს ეცხადება ხუედიოს ენახვება და ბერი ეტყვის ღვთის ნათქვამს თუ სად ააშენებს საყდარს. გამოცხადების მიხედვით გრიგოლი მიდის იმ მთებით, ხვდება დაყუდებულ ბერსა, ხუედიოს ერთადერთსა, უმჟღავნებენ ერთმანეთსა, რომ სიცხადით შეხვდნენ ღმერთსა. გრიგოლს უთხრა ბერის ნახვა, რომ ის ეტყვის სიტყვას ახალს. ბერისთვის უთქვია ღმერთსა, მღვდელი გეწვევა ერთ დღესა, ააშენოს მან საყდარი, სადაც ფიცხელი თა არის. მამა გრიგოლი იმ დღისით იგებს ღვთის აზრს ბერის სიტყვით, რა გეგმა ჰქონია მასზე და მიდის აღნიშნულ მთაზე. მშენებლობა. გრიგოლი სამ ძმასთან ერთად სთხოვს შეწევნას მაღალ ღმერთსა. იწყებს ფუნდამენტის გაჭრას და არა აქვთ ერთი ქაფჩაც. ჭიუხი კლდის შვერილ ქვასა ამტვრევენ წერაქვის მსგავსად და იარაღ მასალათა ხმარობენ, სხვა გზა არა აქვთ. მასალა მაღლობს ბეჭითა კილოგრამ გამოთვლებითა, აქვთ ციცაბოსა კლდესა ერთნაირად ოთხთავესა. აშენებს მონასტერს კლდესა, ადგილს ხრიოქს ქვეშა მზესა. ამ კარკატოვან ნაპრალზე სალსა ფრიალო ქარაფზე. პიტალო ადგილიანსა, ჭეო კლდე ფიქალიანსა, თუ ნახა მჭადაქვა თირი, ქვითკირ მსგავსი გოხი ტირი. იქ ვერ ნახავდით თურმე ტყეს, ბუჩქის მეტს ვერანაირ ხეს. არც მდინარე ნაკადული, გადამწვარი, გათანგული. გაასწორებს შენებისთვის სასაძირკვლეთ კედლებისთვის, ზეჭარბი გონიერების, სამშობლოს სულიერების და ავტოპორტრეტად იქცა ხანძთას, რაც ძმათ ხელით იქმნა. მონასტრის გუმბათი თვითონ კვადრატი 4 თაღ-რტყმულ იყო. ნახევრად გაშლილ ქოლგას ჰგავს, ბადალი დღესაც არა აქვს. წახნაგოვან პირწმინდად თლილ, ქვით ნაშენია წრიულ სვლით. გუმბათთ ზომის შეფარდება, წყვილ-წყვილ თაღთა შენაცვლება, ზუსტი პროპორციულობა, მისი სწორ მოყვანილობა. დღეს სპეციალისტის თვალით გუმბათი საკვირველ არის, თითქოს თვით ღმერთსა უგია, 4 ძმას გული ჩაუდია. მსგავსი სამეფო გვირგვინის, არქიტექტურულ დიდ ნიშნის ხელოვნების წვერვალია, გუმბათთ შორის გუმბათია. აზნაური გაბრიელ დაფანჩული. ხანძთის გვერდით აზნაური ცხოვრობს ბრძენი დაფანჩული. ეხმარება ყველა ძალით, მუშაა თუ კირქვა არის. ხანძთის
მერეს გუნათლისა სამ მონასტერს ღვთის მადლითა და ფანჩულის შეწირულით აშენებენ მთელი გულით. აშოტ კურაპალატი. აზნაური გრიგოლს აცნობს დიდსა კურაპალატს აშოტს, თბილისიდან წამოსულსა და სამხრეთს დასახლებულსა. ამირას პყრობა თბილისის შეიქმნა გაუსაძლისი, იფიქრა დროებით გაცლა და მოუწია სულ წასვლა. დიდებული მეფე იწვევს თურმე მამა გრიგოლს მყისვე. ის ნოხის წინ ფეხზე დგება, ვით ღმერთს სტუმარს ეგებება. მეფის ოჯახის კურთხევა. მეფევ უფლისგან ცხებულო, დავითის ძედ წოდებულო, ხელმწიფევ მოგეცეს ღვთისგან, რაც წინასწარ მეტყველს მისცა. სათნოების დამკვიდრება, მსგავს მეფობის დადგინება, შენს შვილებს მთელს შენსა გვარსა მოგეცეთ ღვთიურად მართვა. ამა მხრიდან სრულ ქვეყნისა, მთელი ქართველი ერისა, იყავთ მტკიცე, ვით მყარი კლდე, ისე რომ მტერი გაკვირდეს. გშვენოდეთ გვირგვინი მეფის, იყავით მორჩილნი ღმერთის. სამყარო სახსასრულამდე ღვთის ნდობას აღასრულებდეთ. მოძღვარს ბაგრატიონთ გვარი უკურთხებია, რომ მყარი ჰქონიყოთ მათ ქრისტეს რწმენა, ხელუხლები, მიწა, ენა. და იმეფებს დინასტია, ვით არ მოძღვარს უნატრია, 1000 წლით იყო თავი, ქართველთვის ბაგრატთა გვარი. აშოტს სრული სიზუსტით აქვს აღთქმული, რომ მას ღმერთი სწამს. ერის და ბერის კავშირსა ვერ შეარყევს ძალამტრისა და ამყარებს ამ გათვლითა ურთიერთობას ღვთის გზითა, როცა სიტყვა მართალია, ეს იქნება გარანტია ორივ მხრისა, სიძლიერის, საეროს და სულიერის, და აშოტი მონასტერსა ზეჭარბად აშველებს ხელსა. აშოტის გარდაცვალება. ყველგან რომ არის იუდა, გამყიდulis სული რომ უდგას. უღალატა აშოტ მეფეს, მან ვის სტვლიდა ქვეყნის შემწედ. მახვილით ჰკლამენ ვითარ ცხორს, საკურთხეველში ლოცვად მყოფს. პეტრე პავლეს ეკლესიას დღესაც მეფის სისხლი სჩნია. აშოტ პირველ კურაპალატს დიდს, მეფობით სულაც მართალს, ქართველთ სამეფოსა აღმდგენს, ჰკრძალავენ ტაძარს მის ნაგებს. აშოტის გარდაცვალების მერე მძვინვარებდა მტერი, მომენტს ხელიდან არ უშვებს, შინა პოლიტიკას ურევს. ტახტი როს ხვდება უმცროს ვაჟს, ის აძლევს შუათანა ძმას. ძმები გვერდს უვლიან ანკეს, ერთად წარმართავენ საქმეს. სიტყვა არის ღმერთი, რასაც განუსაზღვრელი აქვს ძალაც. მათ გვარზე გრიგოლის ლოცვამ ძმები ააცილა ცოდვას. სამივ მეფობას ფლობს ძმურად, ადარ ნერსე ბაგრატ გურამ, მათ განაგრძეს მამის საქმე, რაც მოძღვართან სიტყვით დათქვეს. ესე ერის, ბერის შერწყმამ
შეაერთა ყველა ერთად. აოხრებული ქვეყანა გადააქციეს ერთ ძალად. ზუსტად ეს ჭეშმარიტი გზა შეაერთებს ერთ მუჭად ხალხს. დაცემულ დაშლილ ქვეყანას სიბრძნე გააბრწყინებს ჩქარა. ქება. დიდად გაქებთ, მამა გრიგოლ, ღვთისმცნების პირწმინდად მიმყოლს. ვაქებთ მუცლიდან რჩეულსა ყველასგან გამორჩეულსა. გიქებთ მორწმუნესა დედას, მლოცველს ყოველ ცისმარ დღესა. ვაქებთ ნერს ერისთავსა, დედოფალს შენს მამიდასა. სამუელის მსგავსსა სულსა 17 საუკუნეს სრულსა დაშორებულთ ერთი ერთთან, მაგრამ ერთად ყოფსა ღმერთთან. ნათლის მცემელივით მმარხველს, ხორცს სულის სიწმინდის დამცველს. უკარებას ღვინო ხორცის, საქებს ჩვილივითა მორცხვის. ვაქებთ განმარტოვებულ ბავშვს, ვით დაყუდებულს ტყეში კაცს. ვაქებთ ფსალმუნთა მსწავლელსა, საღვთო წიგნთა წამკითხველსა. ვაქებთ მცოდნეს ყველა წიგნის, შემსწავლელსა ზეპირ სიტყვით. ვაქებთ ფილოსოფოს წიგნის, გამრჩევს ყველა სტროფის თითქმის. ვაქებთ მრავალ ენის მფლობსა, დღეღამ ღვთიურ საქმეს ყოფსა. ვაქებთ სწავლისთვის ესე მცდელს, ვით ქრისტესთვის შეწირულ ბერს. ვაქებთ მადლმოსილ სიტყვის მქონს, ყრმას ღვთის სათნუებაში მყოფს. ვაქებთ კრძალულსა და მორჩილს, დიდ შემწყნარებელს სათნოს მშვიდს. წინასწარმეტყველს დანიელს მიმსგავსებულს დღეღამ შიერს. ვაქებთ სიყვარულით სამსეს, მშობლის ადგილს ქრისტეს დამტევს. მერეკი მასზე მსრუნველსა, დედის ყოფის ბოლო წლებსა, მზრუნველს ყველა მოხუცზე და ობოლ გაჭირვებულზე და. ვაქებთ ღიღოს რწმენის მარცვლის, დიდსა ქომაგს სიტყვის მართლის. ვაქებთ ვით მირონ მდინარ ხატს, სინათლით შერწყმულს მაღლაცას. ვუქებთ გონი ბრივ სიწმინდეს, სულის სიმაღლეს სიმდიდრეს. მღვდლობით მორჩილს თანხმობითა, მყარს მისიის გაზომვითა. ვაქებთ ღვთაებრივ ხილვის მქონს, ვნებათაგან ძალზე შორს მდგომს. კომბოსტოს პურის და წყლისა მიმღები ხარ ყოფის გზისად. მონასტრისა სრულ საძმოში ყავდა გული თუ მანკონი, უბოროტო და მართალი, თან მორჩილი, თან ვაჟკაცი. სულიერ საზრდოს მოსურნეს, უსამართლობის მოძულეს. ვაქებთ მისსა სიმკაცრესა, სადგცევას სცნობდა მცირესად. აშოტის სამეფო კარსა, უკანონოდ ცხოვრებ ქალსა, რომ წაიყვანს მონასტერსა, ვაქებთ მოძღვრის ამ საქმესა. გაქებთ ამური სულის მშველს, ოჯახის ღირსებისა მცველს. ძალით მომქმედს მეფის კარზე, ცოდვის შემწყვეტს ერის თავზე. გაქებთ მეფე ადარ ნერსეს, მზრუნველობით სიტყვით შემწეს. დამრიგებელს გამკიცხველსა, მათზე წინასწარმეტყველსა. რომ ცილისწამება ქვეყნად უგზო უკლოდ არაქრება. მას მეძავ ქალს საერთო შვილთ უწევთ ზღვა იმ
ცოდვისა წილ. გაქებთ პატიოსნების მცველს, სიმართლის მხარეს სიტყვის მთქმელს, აფხაზეთის მეფის ასულს სამეფოდან ჩაგრულ გასულს. ემხრობი ბოროტსკი ამხელ, ცრუს სინანულის გზას აძლევ, რომ დედოფალს პატიებას თხოვուն ცოდვის დატიებად. მერე ავად შექმნილ მეფეს მის ორ ვაჟს ლოცვას რომ შესწევ, გაქებთ სინანულს მყოფ კაცის დამხმარეს სიწმინდის დაცვით. ადარ ნერსეს მეძავ ქალსა, მიწაც რომ არ იღებს მკვდარსა, დაფლულს სამჯერ მაღლა აგდებს, მიცვალებულს მიწაც ამხელს. თუ ადარ ნერსე დედოფალს დიდ სქიმაში უკვე მყოფსა, ცილის წამებისა თქმისად პატიებას სთხოვს სიტყვითა, თუ მისი ვაჟნის საფლავზე დედოფლისა თავად გავლენ, იმ მეძავი ქალის სულზე, ცემით გათანგულ სხეულზე. მამა გრიგოლი ილოცებს, გამოილოცებს მის ცოდვებს, გარდაცვლილ მონაზვნებს მამა წერილს უწერს, თხოვნას ჭარმაკს. ქრისტეს მოყვარნო დედანო, ხორცითა მიწას მძინარნო, სულითა კი მღვიძარენო, წამს ჩემს თხოვნას შეისმენთო. ითხოვეთ ქრისტესგან, ბრალთა მისთა შენდობა და ძვალთა ღირს ჰქმნას, თქვენსა ძვალთა თანა, სულმა კი თქვენ სულთა თანა. მიცვალებულ მონაზვნებსა მამა გრიგოლის ნაწერსა, დედა ფებრონიას სიტყვას გადასცემენ, ვითარ ითქვა. მიწა მიიღებს იმ ქალსა, მეოთხედ დაფლულსა მკვდარსა, მის სინანულის მიხედვით და შენი ლოცვის შეწევნით. ამიტომაც გაქებთ მამავ, მკაცრს კი, მაგრამ ღვთის წინ მართალს, ჩვენს დიდ სამასწავლებელსა, სწორ გზაზე დამყენებელსა. გაქებთ მატოს მაკურთხებელს, 40 წელს ლოცვებით შემწეს, მერეს ქალთა მონასტრისას მის ღვაწლს ვარქმევთ რწმენის ჰიმნსა. 300 კათალიკოსიდან 10 მართალი ყოფილა, ერთია თურმე არსენი, ვისაც შენ ტაბუ ახსენი. გაუმართლებია მასაც, შესდგომია დიდსა ღვაწლსაც, მადლობა შენ ამ საქმისთვის, მართალი სიტყვის აქ თქმისთვის. გაქებთ დიდ მიმტევებელსა, თევდორეს ქრისტეფორესა ფარულად აფხაზეთს წასვლას ვპატიობ, გვაჩვენებ ამას. მათ სულის დაკარგვის შიშით ვპოულობ შველისა მიზნით. ეხმარები იმავ საქმეს, რასაც კი შენ გიმალავდნენ. გიქებ გონიერებასა, ეპისკოპოსთ შეკრებასა, პატრიარქად სტოვებ არსენს, იმ დიდ შეცდომას არ ამხელ. მამის წესის დარღვევითა პატრიარქად ნარქმევ შვილსა, ისე ლოცავ ცისმარსა დღეს, რომ წმინდად ემსახურა ერს. გაქებთ ლირბის მიმტევებელს, მის სულის არ ჩამშვებს ქვესკნელს. გაქებთ იმ ცოდვაზე ზემდგარს, რომ ნახულობდი ხალხს შემდგარს. წუთში გადიაკონებულ, გაეპისკოპოსებულ, სრულ უზნეობას მყოფ ცქირ მღვდელსა, გახდიან მღვდლის სამოსელსა. მაგრამ ამირას მხარჭერით ცქირი ტაძარს გაავებით უბრუნდება უკან მალე და ხანძთის დანგრევას ბრძანებს.
ანჩის გლეხკაცობას გზავნის დასანგრევად წმინდა ხანძთის. მათ სთხოვენ წმინდა მამები ლოცვისთვის მისცენ წამები. იღებ ცნობას სულიწმინდით, ცქირის უცაბეთ სიკვდილის. გაცნობთ ანჩიდანაც მამა და ნგრევას გადარჩა ხანძთა. გაქებთ შენ და შენსა ძმებსა, წმინდად მყოფ მლოცველ მამებსა, თქვენ ლოცვამ უსისხლო წირვამ აღწია ცათაშინაც. გაქებთ სიბრძნით მტერზე მჯობსა, ჩვენში mbრძანებლათა მყოფსა. ამირას აშოტის გამქცევს, იმ დროს უამრავის დამქცევს. გაქებთ მონასტერთ მშენებელს, შრომის უსიტყვოთ მნებებელს, თაობათ ღვთიურად აღმზრდელს, ერის სიბნელისა დამძლევს. რადგან იცი უსწავლელის მძლეველია უცებ მტერი, სწავლით აძლიერებ ქართველს, სამომავლოდ ქვეყნის მმართველს. გაქებთ სხვა მონასტრის შემხედს, მათ მსგავს წესგანგების შემქმნელს, რჯულის გათვალისწინებით ჩარჩოს არ გადაცილებით. გაქებთ კანონთ დოგმატს ჩამსმელს, საყდართა ღვთიურად მმართველს. გაქებთ მცოდნეს მსუბუქ ნავის, რაც კი წყლისა ლუკმა არის, და ტვირთი ზედმეტის ძირავს, რადგან ზეჭარბი ვერ მიაქვს. გაქებთ ზომის განმსაზღვრელსა, ხანძთელ მამა გრიგოლ მღვდელსა. გაქებთ რომ ჩასწვდი იმ სიღრმეს და გადმოგვეციეს სიბრძნე, რად დაღვრილა ქართველ სისხლი, სამან ბოძი, სადაც იდგმის, ის ქართული მამულია, თავად ღვთისგან ნაკურთხია. და თუ ქართულსა მიწასა, ქართულად სწირავ წირვასა, იმერს ქართული აქვს ენა, იქ მას უნდა ჰფლობდეს ყველა. ქართულ მამულზე ამენით, თუ ლოცულობენ ღრმა რწმენით, მაშინ ღვთით ცხოვრობს ეს ერი მამულ ენის რწმენის ცველი. გაქებთ შემქმნელს გალობისა, საწელიწდრო იადგრისა, მიქაელ მოდრეკილისა ხელით გადაწერილისა, რასაც ვიცნობთ არა შენით, მოდრეკილის სასახელით. ყოველ დღეს კითხულს ტაძარსა, რით ვადიდებთ ღმერთს მაღალსა. გაქებთ ქვეყნის სამხრეთ მხარეს უკაცრიელ არემარეს, მოცულს სიჩუმის გოდებით ჩაუნაცვლებ გალობებით. გაქებთ ხუთ ტაძრის მშენებელს, გუნათლის ასევე მერეს, შატბერ უბისის ხანძთისა, სადიდებლად მაღალ ღვთისა. ვაქებთ სადიდებლად ღმერთის შემწირველებს თავის რწმენით, გაბრიელ დაფანჩულს ღვთის კაცს, აშოტ კურაპალაც დიდსა, ბაგრატ მეფეს აშოტის ძეს, ლეონ პირველს აფხაზთ მეფეს, იმ უცნობთა ქველმოქმედთა, ვინც აუკრა ხელმშრომელთა. გაქებთ გასulis დღისა მჭვრეტელს, მუდამ სიბრძნის დროით მეტყველს, ზენონსა და მაკარესა უშიფრავ ნათლობის წესსა. ჭეშმარიტ ქრისტიანთა შვილს მწვალებელი ვერ მონათლის. მღვდელს არ ჰქონია სინათლე, როცა არ აფლობს სიმართლეს. მოუნათლავის სიკვდილი სჯობია, ვითომ სიწმინდით მონათლას ურჯულოს ხელით, ნათქვამია ყველაფერი. გაშიფრა
ასე ვსამება. ესაიასგან სწავლება, ვინც რომ სერაფიმებისგან ისწავლა პატივი ღვთისა, წმინდაა, წმინდაა, წმინდა უფალი საბაოთ, ითქვა, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ვით სამი სანთელი დაანთო, ვერაფრით გაყო, მათი არსებაც ვერ დაყო. მამა ძედასული წმინდა გრიგოლ ხანძთელისგან ითქვა და მთელ სამყაროზე ლოცვით მამა გადის მადლში მყოფი. უერთდება მოღვაწ, სულებს პირდაპირ ღმერთთან გასულებს. მამა გრიგოლ, გიხრით ქეთსა, გეხვეწები, სთხოვე ღმერთსა, თაობების განათლება, შენნაირთან დამსგავსება. მამავ, შენისთანა კაცი თითზე დასათვლელი არი. მათთვის ჯანი სთხოვე ღმერთსა, დიდ სამებას, ერთადერთსა. ამინ.